დიდი ღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი ესწრებოდნენ. ცენტრში ფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები. ასევე შენობაში იქნება მედიათეკა, ხმისჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ცენტრი ყოველთვიურად 10,000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამხელა პროექტი მრავალფუნქციური სპორტული სივრცე არ განხორციელებულა. რეგიონშიც პირველია ამ მასშტაბის და ამოცულობის პროექტი და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს დედაქალაქში, კონკრეტულად დიდი ღომში იქნება ეს სივრცე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი საცურაო აუზი, რომელიც ერთად დავათვალიერეთ, არის საკალათბურთო ორი მოედანი, არის ტანვარჯიშისთვის, კრივისთვის, ჭიდაობისთვის განკუთვნილი დარბაზები, არის მედიათეკა, არის კაფე-ბარი, გასასვენებელი სივრცეები, თავისი საუნებით, ანუ ყველაფერი არის გათვალისწინებული მიწისქვეშა პარკინგებით, ირგვლივ ტერიტორია მოწესრიგებული არის. და ერთი სიტყვით ძალიან მაგარია 10,000-მდე ადამიანის მიღება შეიძლება აღნიშნულ ცენტრს ყოველთვიურად.